შინაგან საქმეთა სამინისტრომ მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსის სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დამატებით 17 ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღო. ბოლო 3 დღის განმავლობაში ჯამში ამოღებულია 212 ეგრეთ წოდებული მაინერი. დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის B ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხვადასხვა დროს ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის, ასევე თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანია დაკავებული. მათგან 4 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვანებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ თაღლითურად დაეუფლა. შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებს 30,000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ. დანაშაული 8 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა კი ინტერპოლის წითელი ცირკულარის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე ბათუმში დააკავეს. ისინი სხვადასხვა დანაშაულისთვის საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ. ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.